მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მოკლედ ვიმყოფები სავარდო და სამაისო, რა თქმა უნდა ჩვენ უსაყვარლეს ქალაქ ქუთაისში. და ვიმყოფებით გრიშაშვილის 51 ნომერში. გახავს ეს მაღაზია მუზარათი. ვესტერნი არის ასეთი მაღაზია და აგერ ჩვენი უსაყვარლესი კონსულტანტი, რომელიც აგვიხსნის რა სანადირო თოფებია, რა იარაღებია და ასე შემდეგ, რა მოწყობილობები აქვს ამ მაღაზიას. რა თქმა უნდა, თავისი ფასებით. გამარჯობა. საიდან დავიწყოთ? პირველ რიგში იარაღების მაღაზია ვესტერნიდან, ქალაქ ქუთაისიდან. გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი თურქული იარაღებში, ბრაზილიური იარაღებში, ასევე იტალიური იარაღები, ბერეტა, პეტინსონი ფაირი, ძალიან ხარისხიანები და გვაქვს ბევრი არჩევანი ხუთწვიანებშიც, ასევე ორპირიან სანადირო იარაღებშიც. შენი უკვე არჩევანზე არის, ფასების შვენიერი მისაღები არის, განსხვავებული ფასები, ყველა ბიუჯეტში შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი იარაღი, როგორც გაგიხარდებათ. გვაქვს ჰადსანის ფირმის თურქული სახეობა, ხუთწვიანები, არის სალიხ არმსის. შემდეგ უკვე ბერეტა, პეტინსონი, ასევე ველოდებით ფაირებსაც და შემდეგ უკვე გვაქვს ჰუგლუ. ჰუგლუ ძალიან კარგი. ინერციული სისტემები, ასევე გაზგადამდენი სისტემები. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. მოდი ეს ნაწილ-ნაწილ გადმოვიღოთ ეს იარაღი და დავანახოთ ახლოდან ჩვენ მაყურებლებს. ნუ არა პრობლემა, და ფასებიც შესაბამისად აწერია, მაგრამ კამერაში უფრო კარგად რო გამოჩნდეს. ნახოთ მაშინ პლასმასით და ნახოთ ხეთს, იმიტომ რომ ორივეზე არის მოთხოვნა თითო მოდელი. კი ბატონო. ეს არის ჰუგლუ. ზუსტად ერთი და იგივე მოდელები, კონდახებში არის სხვა. კი ბატონო. ეს არის ხის კონდახი. კი ბატონო, 1850 პლასტიკი, არის ხის კონდახზე 1900 ლარი. გასაგები. გრძელი ჩოკები. გრძელი ჩოკები მოყვება მხოლოდ ერთი, ასევე ამის გარდა მოყვება 5 ჩოკი კიდევ, შიდა ჩოკები. გასაგები. ესაა უფრო სპორტული ჩოკი. ეს არის ინერციული. ესაა გაზგადამდენი ჰუგლუ ვეივი. ესეც? ორივე ერთი და იგივე არის. ინერციულსაც ამის ინერციულით ნახოთ ეხა. კი ბატონო. то ინერციულზეც ბევრი არის მოთხოვნა უკვე. ესენია უკვე ინერციულები. შედარებით დახვეწილი ვიზუალურად, თხელი, სუბუქი. ფასიც რა კარგია. ჰუგლუს ბევრი ელოდება, თქვენი გამომწერებიც იქნებიან. ძალიან ბევრი. და ჰუგლუ იქნება მარტის შუა რიცხვებში, მარტის ბოლოსთვის უკვე განახლებული თავიდან ბოლომდე. ძალიან ლამაზი კაკალის. მარტის ბოლოს გელოდებით ყველას. ულამაზეს კონდახი. აი ეს შიდა ჩოკებით არის. ესენი ყველა შიდა ჩოკებით, კარი ჩოკი ამათ არ მოდის. გასაგები. შევხედოთ შიდა ჩოკები. ეს არის ბიუჯეტური. ტიპჟირის და კონდახის პლასმას ნარევი აქვს. ეს არის კაკალი და ძალიან ლამაზი. კი ბატონო, გავაგზავნოთ. ნახოთ სხვა მოდელებიც. ესე იგი გადავიდეთ ორპირიანებზე, მაშინ ეხა მოკლელულა და სტანდარტულად დაგათვალიერებინებთ. კი ბატონო. ეს არის 61 სანტიმეტრიანი ლულა, ეს არის 71-იანი სტანდარტი. მას აქვს დამატებული ინჟექტორი და ჩუქურთმა. კაი გაკეთებულია, ლამაზი. კაკალია, ხო? კი ბატონო, კაკალია ორი. ეს არის საბაზისო მოდელი, შავი. ამის ფასი რა არის? ამის ფასი კონკრეტულად 1900 ლარი არის. აჰა. მოკლელულით არის. მოკლელულით, კი ბატონო. 61-იანი არის. 61-იანი.
და ეს გრძელნულით 71-იანი, ეს ღირს 3150. ეს ვიზუალში ბევრად განსხვავდება. კი ბატონო. ლამაზი და დახოთილი. ეს ორ საცხოვრეტიანი. ორ საცხოვრეტიანია, ეს არის უგლუ 104-ია, შავი ორ საცხოვრეტიანი. და ეს არის უგლუ 104F-ი. მადლობა. გავაგრძელოთ. კი ბატონო. უგლუში ძირითადად მოთხოვნა არის 104-ებზე და 104-ები ესენი არის უკვე. აქეთ არის კიდევ სხვადასხვა მოდელები უგლუს, ესენი არის საცხოვრეტიანები. უფრო კლასიკურები, ვისაც უყვარს ამასაც დაგათვალიერებინებთ. კი ბატონო. ფასებით შევხედოთ. კი ბატონო. იარაღის ხარისხით შევამოწმოთ. ზოგადად უგლუზე რა სიტყვით? კომპანია ხარ თურქულში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი არის. ფასებიც მისაღები აქვს. და მუშაობით ეხლა ძალიან ბევრი მომხმარებელი აქვს, მაყოფილი წლებია. რა ლამაზი გაკეთებულია. რა ლამაზი ჩუქურთმები აქვს. თან გაკეთებულია რაღაც იტალიურ სტილში, ძალიან ლამაზი. ესე ძალიან ლამაზი, ეს ძველი ჩახმახიანის სტილზე არის გაკეთებული და ბევრს ძალიან უყვარს ესეთი ძველებური იარაღი. 71 და ფარვაც ისეთი აქვს. ეს არამომეტანა ძალიან კაი გადაწყვეტილება. ვისაც უყვარს ჰორიზონტალური ლულებით, ბატონო. მაღალი ხარისხის კაკლისგან არა კონდახი გაკეთება. ძალიან მაღალი ხარისხია კონდახი და საკმაოდ განთლია და ლამაზი ზოგებიც აქვს. კი და ძალიან მომეწონა ეს თუფი და შეიძლება თან მოატრიალოთ ზედა მხრიდან დავხედან არის ესეთი არის. ხო, ანუ ეს არის კნოპკაზეა, უჩახლა. აი მეორეს ნახოთ. მეორე ოდნავ განსხვავებული არის ესეთი არის. ეს ჩახმახიანები. მადლობა. გავაგრძელოთ მაშინ აქეთ უკვე პოლპირიანებით. აქეთ უკვე იტალიურები არის, პოლპირიანებით გავაგრძელოთ. კი ბატონო, ფაირსაც განახეთ. არის სტანდარტული 71 სანტიმეტრიანი და არის 76-იანი კიდევ. ეს არის 76-იანი, ეს არის 71-იანი. ესენი არის იტალიური ბრენდის იარაღები. ახლა იტალიურს ნამუშევარზე ეტყობა მაღალი ხარისხი რომ არის. ვერტიკალურულებიანი ერთსაცხრეტიანებია, ხო? კი ბატონო. ამაზე ბევრი მეკითხება სხვათა შორის. ეს როცა იარაღი დამუშავდება, აუცილებლად გასწორდება და მოვა შუაში. ნებისმიერ თოფზე, გინდა თურქულზე, გინდა იტალიურზე, ყველას ასე აქვს და რადგან დამუშავდება. მაინც ცოტა საინტერესო შენიშვნაა სხვათა შორის. აი, იტალიურსაც არ ეკადრება ეს აღმოჩერა დადგომა, მაგრამ ყველას ასე აქვს, იმიტომ რომ მეტალი ასეთი. აუცილებლად გასწორდება სამომავლოდ. როცა დამუშავდება იარაღი. ბეტილსონებიც დავათვალიეროთ. ესენიც იტალიური ფირმა არის, ესენი არის უკვე ბეტილსონი. 4400. ეს ძალიან ხარისხიანი იარაღები არის. ერთსაცხრეტიანი, საცხოვრეტიანები არის. ძალიან ლამაზი კაკალით. ძალიან ბევრი არჩევანი არის ამაშიც, შეგიძლია მსუბუქიც აირჩიო, არის შედარებით მძიმეები, სტანდარტულები, ნუ ბევრი არჩევანი. ყველას მოიგება აბსოლუტურად. ვისაც როგორ გაუხარდია. კი ბატონო, ლამაზი ნამუშევრებია ძალიან. კალიბრი 12, ხო? კალიბრი 12 არის ყველასი, კი ბატონო. ბევრი შეკითხვა მოდის 32 კალიბრიანს ეძებს ხალხი და ხომ არ იცით არსებობს ესეთი კალიბრი დღეს არის მაღაზიათა ქსელში 32 ძალიან იშვიათია ახლები მით უმეტეს მეორადი კიდე ჩვენთან არაფერი აქვს ისინი არის უკვე ბერეტები
16 კალიბრსაც ბევრი ეძებს სხვათაშორის 16 კალიბრი ქართულად აღარ გამოდის. აღარ გამოდის. კი ბატონო. ბევრს აუხსენი, ბევრს მივწერე, დარჩა 12 კალიბრი და 20 კალიბრი დიდი. ერეტა 7560 ლარი. მაღალი ხარისხის. რა თქმა უნდა ეს სასტენდო ანუ სპორტული სროლისთვისაც გამოდგება? კი ბატონო. ნუ ერეტა მაინც ერეტა. კი ბატონო, დავთვალე 20-ვიდანაც განსხვავებული პლანკები აქვს, ოდნავ ვიწრო პლანკა. ლამაზი ნამუშევრებია. სამიზნეცის რო აქვს სპილენძის ძალიან მომწონს სამიზნება. კარგია. ეხლა უკვე აქეთ ერეტას 5 ტყვიანები არის 100-300 აუთხასები, ესენიც დავათვალიერო. შედარებით მაღალი პლანკა აქვს ამას. ერთი მერე გადმოვაწყოთ ყველა თოფების ბიუჯეტური ვერსიები და ცალკე გადავიღოთ. რა, ეგეც პრობლემა. აინტერესებს ხალხს ბევრი მეკითხება ბიუჯეტური თოფები. ეს ბერეტები არის გაზგადამტენები. აჰა. მაშინ რა თქმა უნდა გვაქვს არჩევანი, არის ფერებში, არის ხის კონდახსი, არის პლასმასის კონდახსი და ასე შემდეგ. და გაჩვენებთ კიდევ ინერციულ ვარიანტს. ბერეტას. ეს არის უკვე ინერციული ვარიანტი. ბერეტა ბელმონტე 1 არის ეს კონკრეტულად. თუ კაი ფასი არის 3500 ლარი. ერეტა ბელმონტე ესპანური მონტე 1 ესპანეთშია, არის აწყობილი ეს ესპანური ქარხნის ბერეტა და მიტანაზე და ჭრაზე როგორც იტალიური ჩამორჩება თუ არა თქვენი აზრით? უკვე მანდ ვაზნაზეც არის დამოკიდებული ბევრი რამ. ეს არის ინერციული, ესე იგი ბელმონტე. ეს არის ინერციული კიდევ. ესენი გაზგადამტენი. ესენი სუფთა იტალიოებია, იტალიაში არის აწყობაც ყველაფერი და ესაა ესპანეთში აწყობილი. ესპანეთის ქარხნის. ძალიან კარგი. და არჩევანი ყველაფერში არის. აი ბიუჯეტურებზე უკვე გადავდივართ აქ. უკვე სალიქსი ჰაცანი რაც არის? კი ბატონო. ორპირიანებით დავიწყოთ მაშინ. ეს არის სალიქსის ორპირიანი. შედარებით ბიუჯეტური. 1500-1600 ლარში შეგიძლიათ შეიძინოთ. ვერტიკალური. კი ბატონო 200 კლეტიანი კალიბრი 12 კალიბრი. ბატონო ესეც კარგი ვარიანტია ბიუჯეტურში. ასევე აქვს ჰორიზონტალებიც. ჰორიზონტალები ხა ვერტიკალურზე ყოველთვის უფრო ძვირი არის, მაგრამ მაინც ბიუჯეტურში გადის ეს. ვაუ, რა ლამაზი კაკლის კონდახი. კამერა ვერ გადმოსცემს იმ სილამაზეს თვალით, რაცაც ხედავ აქ. ძალიან ლამაზი კონდახი. სევიდანაც ბიუჯეტური ეძახი განსხვავებული აქვს ესეც, აი საერთოდ არ აქვს ცოტა ძალიან საინტერესო დამიზნების მექანიზმი. გვაქვს ასევე იგივე ფირმის ცალიანები, 12 კალიბრები, ხის კონდახსი, პლასმასის კონდახსი, ესენი ბიუჯეტურები არის. ეხლა 450-500 ლარია. ამათი ფასი. შვენიერ. 12 კალიბრი ასევე აქვს ჩოკები, 5-5 ჩოკი მოყვება ორივეს. შვენიერ. ესეც ფასითაც იგივეა? ეს ხის 500 ლარი, ეს ხის 450. ეს პლასმასის კონდახი არის და კონდახი. და გადახსნა ამისი განახებთ მაისის ხოლმე ეს აქ თლიანად მოდის. და ამას უკვე მოვაწვევი ეს. ეს არის ჩახმახიანი კონკრეტულად. ხის კონდახსი კნოპკიანი არის შეულებრივად. კნოპკიანი ეს უკვე აქიდან. აუ, ამას ეს აქვს, ხო პლანკა.
კი, ბლანკა აქვს. მე დავიძნების კი, ბატონო. პლანკა ძალიან ლამაზია ორივეს აქვს ბლანკა. და კონდახი აქვს ძალიან ლამაზი კი, ბატონო, საკმაოდ კარგად მუშაობს. ეს კაკლის კონდახი თუ არის ძალიან ლამაზი ბატონო მადლობა ეხლა გადავიდეთ უკვე 5 ტყვიანებზე აქეთ. ტყვიანებში ბიუჯეტურში საკმაოდ დიდი არჩევანია ჩვენ. ის კონდახი და არის აგერ პლასმასის კი. ხუთყვიანები ეს გაზგადამტენია თუ ეს გაზგადამტენები ყველა. სალექსის ფირმისა, ესეც თურქული. 1050 ლარი ხის ანუ კაკლის კონდახით და ტიპჟირით მოყვება 5 ჩოკი მოყვება 5 ჩოკი. პლასმასის ტიპჟირით და კონდახით ფასი 950 ლარიდან იწყება პლასმასის კონდახი. ადის 1300 ლარამდე უკვე ლულის სიგრძე არის კამოფლაჟებით, ასევე არის 1300 ლარის ამის კამოფლაჟი ზუსტად იგივე. რა გაია ეგეც ინერციულია გაზგადამტენია. გაზგადამტენი სისტემა ყველას ერთი და იგივეა. გამაჩი უკვე ვიზუალური სხვაობები. კი ბატონო მაინტერესებს ყველაზე დაბალ გრამიანს რა შეიძლება რო იხმაროს ყველაზე დაბალი გრამი არის 28 გრამი ამ კონკრეტულ მოდელებში. არის კიდევ ამ კონკრეტულ მოდელებში 28 გრამიანები არის ყველაზე დაბალი გრამი, მაგრამ ქუგლუში, ბერეტაში 22-24 გრამით შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ. მაგრამ ვაზნად რა თქმა უნდა ხარისხიანი იყოს და ამ თოფებში კონკრეტულად რაცა ყველაზე კარგი ბიუჯეტური კი არის, მაგრამ ახალი სისტემა აქვს. აი განახებთ ასე. სერიოზულად, აი მოვხსნით და ეს აქ დამჭერი. ანუ ეს კონკრეტულად აღარ იჭერს. ძველ გამოსულ თოფებში ეს იყო დამჭერი მარტო მაგის. ეს თუ არ ქონდა და ეს თუ არ ქონდა, ვეღარ ნადირობთ ფიზიკურად. ეხლა ახალ სისტემაში ეს აქ თლიან ლულას და თლიან ზამბარას იჭერს ეს ერთი რკალი. და უფრო გამოყენება უფრო პრაქტიკული არის. რო გაგებზაროს, რო გაგიტყვეს, ისედაც შეგიძლია გასაჭირში გამოიყენოს, ანუ ახალი გექნება. კი ბატონო და ერთი პლუსი ეგ აქვს კიდე ამ თოფებს, რომ ახალი სისტემაა ეს. შეკითხვა მაქვს მაგ სისტემის თოფები მაგნუმის ვაზნებს თუ ხმარობს და ის 50 გრამი აქვს მაქსიმუმი ამ თოფებს. მაგნუმის ლულაზე არის და 50 გრამამდე შეუძლია ნებისმიერი დაამუშავოს. ისევე როგორც სხვა დანარჩენებს, რომლებიც მაგამდე ვნახეთ. კი ბატონო ეს არის უკვე ჰადსანის ბრენდის იარაღები, ესეც თურქული, ესეც გაზგადამტენი. ესენიც არის უკვე ჰადსანის ბრენდის იარაღები, ესეც თურქული, მაგნუმის ლულაზე 50 გრამამდე შეგიძლიათ ნებისმიერი ვაზნა ისროლოთ, გაზგადამტენი სისტემით. ფასი რა აქვს ამ ესკორტს ესენიც იწყება 950 ლარიდან. არის სხვადასხვა ვარიანტები. ესეც გაზგადამტენია, ხო? ესეც გაზგადამტენია, კი ბატონო. აქვს აბოიმით ჩამკეტები, რაც ბიუჯეტურ თოფებს უმრავლესობას შეიძლება არ ჰქონდეს. ეს ხის კონდახით და ტიპჟირია ძალიან. კი ბატონო, და აი ამას აქვს უკვე სხვანაირი სისტემა, ამასაც განახებთ. სალიქს დამჭერი ჰქონდა. ჰადსანს არ აქვს კონკრეტული ცარიელი. ამის გარეშე ფიზიკურად ლულა წაგრძელება, იმიტომ ვერ იჭერს სხვა ვერაფერს. ეს აუცილებელია. და იმას მაგხური პლუსი აქვს, მაგრამ მუშაობაში ესე ძალიან მაგარი თოფები არის ბიუჯეტურში, ერთ-ერთი საუკეთესო არის, ძალიან მაგად ამუშავებენ ჩვენი მომხმარებლები და ძალიან დატვირთვასაც უძლებს ჩვეულებებს. კი ბატონო განახებთ კიდევ ჰადსანის სხვა მოდელებს, უფრო განსხვავებული მოდელებიც არის რაღაცეები და ამათაც დაგათვალიერებიეთ. აუ მაგას რა გალაკული კონდახი და ტიპჟირია ბატონო ესენი ზუსტად იგივე სისტემა გაზგადამტენები, მაგრამ ვიზუალურად ეხა ბევრად ლამაზები არის. ვაუ რა კონდახია გამაშეხი ამას თუ კამერა გადმოსცემს ახლა კი ბატონო, აი ტიპჟირის და კონდახის ოდნავ სხვანაირი უზრდება უფრო დახვეწილია. ფასია 1750 ლარი ძალიან ლამაზი ნამუშევარია ეს გაზგადამტენია თუ ინერცია გაზგადამტენია ესეც. აი ამას მოყვება კონკრეტულად გრძელი ჩოკია. კი ბატონო, ორივე გაზგადამტენი. აუ არა ეს ალამოზით დამუშავებული კონდახი და ტიპჟირი აქვს. ძალიან ლამაზი და ფასი მონახე ამისი? ეს ღირს 1600 ლარი. ეს ღირს 1700.
კი ბატონო. და ჰაცანში ბიუჯეტური 1950 ლარიდან იწყება ბუდიში. 950-დან შეგიძლია არჩიო პლასმასის კონდახი, 1000 ლარიდან უკვე ხის კონდახი და ასე. ყველა ნახოთ რაც შეიძლება რომ ნახოთ და გამეცნო. ნუ ეხა უკვე გადავიდეთ მაშინ პომპებზე, ჰაცანის პომპებზე ბევრი არჩევანი არის. ეს არის კონკრეტულად სალიქსის ვინჩესტერი, მოკლე ვინჩესტერი თავდაცვისთვის ძირითადად. 42 სანტიმეტრიანი აქვს ნული. ეს დასაშვებია ხო? დასაშვები არის კანონში ჩვეულებრივად შეგიძლიათ გაიფორმოთ წავების. ესეც ჰაცანის ეს კორტი. ეს არის უკვე კონკრეტულად 26 სანტიმეტრიანი ლულა ჩვეულებრივი სანადიროთოფის კონდახით. და გაჩვენებთ კიდევ პლასმას სალიქსისას იგივე ნაირს, იმეს ენდომება დაინტერესებს. პლასმაშიც არის არჩევანი. ნუ ფასები 859 ლარები აქვს. თავდაცვისთვის მოკლეა, კომფორტულია, პრაქტიკულია. ეს პომპა არის. კი ბატონო, კომპლექტია 3. პომპა არის. 3 პომპა არის. კი ბატონო. ეგენაც. ესენიც მაგნუმის ლულებზე არის, სხვათა შორის 50 გრამამდე შეგიძლიათ ნებისმიერ დაამუშავოთ ჩიქ. გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ. არის კიდევ ფულპაპი და BTS 12 ეს ოდნავ განსხვავებული ვიზუალი. ეს ნახევრად ავტომატურებია? ნახევრად ავტომატური არის, ორივე კი ბატონო. ეს არის 5 ტყვიანი და ამას აბოიმები მოყვება რამდენიმე მჭიდები, 5-იანი, 10-იანი და უფრო დიდი მჭიდიც მოყვება. ფასები რა აქვს ამას? ფასები 1700 ლარი ღირს BTS 12 ეს კონკრეტული და ეს 1300 ლარამდე ღირს ფულპაპი. ანუ ამას შიგნით შედის ვაზნები ეს. კი ბატონო, ამას ჩვეულებრივად როგორც 5-იანებს აქედან აქვს ერთი. ლულაში 4 ჩავა ჭიჭი. ამას უკვე ჭიდები აქვს. აქედან მოყვება კიდევ ოდნავ დიდი ჭიდები. სხვადასხვა რაოდენობით. ესენი უფრო გასართობი და სპორტული სროლი. ესენი ეხა კი ბატონო, უფრო გასართობად. და ვიზუალურად ოდნავ განსხვავებულია და ხელშიც ოდნავ მძიმეა. კი ბატონო. ამ გასართობად ჩვენია. და განახებთ კიდევ M4-ის ტიპის 12 კალიბრის. ხა არის ჰაცანის ფირმის ესენიც. აჰა. 1800-2000 ლარამდე არის ამათი ფასები. ერთი და იგივე არის, თითქმის უბრალოდ ამის დაფარვა არის პლასმასი, ამის მეტალი და უდნო ფაში სხვაობა აქვს. ალუმინია, კი ბატონო, ხელშიც ეთყობა, კი. ალუმინია და კაი გაკეთებულია ეს. არ გვხდება თითებზე, რაღაც ზედმეტი ნაწიბურები შვილი. ვაზნები ალბათ ჭიდების მიხედვით. კი ბატონო, ჭიდების მიხედვით ამასაც იგივენაირად მოყვება მჭიდი. აქვს 3 მჭიდი მოყვება სულ კომპლექტში. 10-იანი, 5-იანი. 10-იანი, 5-იანი და უფრო დიდი კიდე. ამასაც იგივენაირად. კალიბრი 12. კალიბრი 12. ესენიც გაზგადამტენებია ჩვეულებრივად. ესეც გასართობის როლისთვის და თავდაცვისთვის. ვიზუალურად ძალიან ლამაზი არის. ხო, ეხლა მინახავს მე ობიექტების დაცვებს ბევრს აქვს ეს. კი ბატონო. ჩვენივად მუშაობს ესენიც მაგნუმის ლულებზე არის 50 გრამამდე, ამაში შეგიძლიათ უპრობლემოდ გამოიყენოთ. ანუ მაგნუმის ტყეას ისთვის ჩვეულებრივად. კი ბატონო. ნუ აქეთ ამოვწურეთ უკვე, გვაქვს კიდევ ბრაზილიური ფირმა როსი, მაგათაც დაგათვალიერებინებთ ეხლა. ესენი არის როსის ფირმის ბრაზილიური იარაღები. კონკრეტულად 17 აშემერი აქვს. 17 აშემერი აქვს კალიბრი. გლეხურად ვთქვათ, ახალი გეკოს თოფს რო ეძახიან, კი ბატონო, გეკოზე ძალიან ოდნავ დიდი ტყვი არის. ძალიან ოდნავ. ეს არის ბრაზილიური ტაურუსი, 17 HR. ბოიმის. ესეთი მეტალის აბოიმი აქვს.
ამის ვაზნები რა არის, ხო ვერ მეტყვით ფასებს. ვაზნები დაახლოებით 2.5 მოდიან ძალიან პატარაა გამოსადეგარი. ახლა ძალიან კომფორტულია, ძალიან ჩატია სხვათაშორის. არის ხის კონდაკსეც, არის პლასმასის კონდაკსეც არჩევა. კი ბატონო. აქეთ გვაქვს უკვე გეკოები 22 ელერი. ჰატსანის ფირმის თურქული იარაღი 22 ელერი. მოყვება 2 აბოიმი 10-იანი და 5-იანი. პლასმასის კონდაკსზე აქ აქვს უკვე შესანახი აბოიმის. ძალიან პრაქტიკული არის. ჩემო გამომწერებმა იციან ჰატსანის კორტი და კი ბატონო. ბევრი მაქვს გადაღებული ესეთი. ბევრს მოეწონა სხვათაშორის ძალიან კარგად მუშაობს 200 მეტრი აქვს სამიზნე მანძილი. ესეც მოკლე კომპაქტურია და ძალიან მუშა. კი ბატონო. არის ხის კონდაკსეც, არის ასევე კამოფლაჟი. ფასებიც ვთქვათ, დიდი არჩევანია. 800 ლარიდან იწყება უკვე პლასმასი. 980 გერს ხის კონდაკსი. გასაგებია. და ყვა კამოფლაჟი. აქეთ უკვე ესენი ისე ხუგლუებია, ესა პირველი გამოშვება. ოვისი. მაგარია 300 გალებს. კი ბატონო, აქეთ დავდეს ფულამაზე. შეხედა რომ უფრო კარგად. ძალიან ლამაზი ხის კონდაკსი აქვს. ისმის მოვჭიც მოვიდან და ეს. ეგზემოდან MI-ემასე გადავხოთ. შენგენაც. ესე იგი მოყვება თავისი ეგრეთებული პიკატინის თავასა პიკატინის მოყვება, საწმენდის საშუალებები, ძალიან ლამაზი кейსიც მოყვება. სატარებლადაც ძალიან კარგი იქნება. 2 აბოიმი მოყვება, მეტალის, ესეთი. 308 კალიბრი არის ეს. ფასიც ესეთი ასე აქვს 3.5. გამორჩეული ვიზუალის იარაღია ესეც და ძალიან ჩვენებად მუშაობს. გვაქვს ბიუჯეტური გვაქვს ბიუჯეტურიც, კი ბატონო, ეხლა მოვალ, ისაც მოვიდან. გვაქვს ბიუჯეტური ვარიანტიც. Google ოვისი G2 არის ეს. შედარებით ბიუჯეტური პირველთან შედარებით. გვაქვს ასევე პლასმასის, ასევე ხის კონდახებზეც, ამათაც გაჩვენებთ. ეს კაი კი ბატონო 1900 ლავირის ეს კონკრეტული. მათაც მოყვებათ 2 მჭიდი, პლასმასის მჭიდებია, მაგრამ მუშაობს შვენივრად, 3-იანი და 5-იანი მჭიდი მოყვება. 308 კალიბრი არის ესეც, ბიუჯეტურ ვერსიაში ძალიან კარგად მუშაობს. შვენიერი პიკატინი აქვს. წინ, აი ეს ახსნათ, წინ რომ ეს ეხრახნება და რა შეგვიძლია რომ გავუკეთოთ. წინ შეგიძლიათ მაყუჩიც გავუკეთოთ ჩვეულებრივად, ნუ ბევრი ამის მოფიქრება შეიძლება. საცეცხლო შეეძახიან იარაღის გაცვლა სასტაბილურებს კი ბატონო. შეგიძლიათ ჩვეულებრივად. იდეალური ვარიანტია ბიუჯეტურ იარაღში. კი ბატონო. შვენივრადაც მუშაობს და ძალიან კმაყოფილები არიან კონკრეტული იარაღით. და გვაქვს ახლულიანში დარჩენილი მოსინი. მოსინი აქ გადავიხოთ. კი ბატონო. თუ გინდა იქ დამოიღე, თუ ჩანს კარგად იყოს და წამო. 2000 ლარის ეს კონკრეტული, ნუ რესტავრაცია გაკეთებული, ლულა იგივეა, არის პლასმასის კონდაკში ჩაცვა. ეს უკრაინაში გადაგაკეთებული. უკრაინაში გაკეთებული არის და ეს არის 1945 წლის. ხო, ძველი ლულა, კი ბატონო. ყველა მეკითხება ხო, რამდენი ხნის ლულა?
და ესენი გაუსრულებელი ლულებია თუ ნახმარი ლულებია? არა, გამოყენებული ლულები არის. გამოყენებული. მაგრამ ჩვეულებრივად გაიარა ბალისტიკა კი ბატონო, რა თქმა უნდა, მშვენივრად მუშაობს ესენიც. მადლობა. 7.62, 54-ია ამის კალიბრი. მადლობა. აქეთ ამოვწურეთ უკვე. რაც გქონდა. დაგვრჩა ბრაზილიური როსის ამერიკული ვინჩესტერის. მოდი ერთი სიტყვა იმ რაღაც 9-19 დავინახე. 9-19 გამოგვრჩა. და თუ გაქვთ 5.56 კალიბრის მაგაზეც ვისაუბროთ. 5.56 ამ ეტაპზე აღარ გვაქვს, მაგრამ გქონდა. საინტერესოა და ეს არის 9.19 9 მმ-იანი ვაზნა. ეს მეტი და ვესონია. მესონი ამერიკული კი ბატონო. ვაუ, რა კაია, ბიჭო, 3700 ლარი. აუწევს პიკატინი დავანახე. მოყვება პიკატინი. მოყოლით ამ ეტაპზე არ მოყვება. ეს იხსნება? ეს შეგიძლიათ შუაზე იკეცება. ესე ძალიან პრაქტიკული არის. საერთოდ პატარა. კალიბრი 9-19 ლუგე. ჭიდი, ჩვეულებრივი გლოკის ჭიდი მიდის? 16 ვაზნიანია ეს კონკრეტულად. კი ბატონო. მოკლე, კომფორტული, პრაქტიკული არის ძალიან. კონდახი უგრძელდება და უმოკლდება? კონდახი აგრძელდება კონკრეტულს. აჰა. გადადეնում აქედან ხდება თავი ჩამოწერა. კი ბატონო. და სასკლეტი ძალიან გრძნობი არის და კარგი სასკლეტი აქვს. შეიძლება დავცხლეტოთ ხმა გავაგონოთ. ჩვენ გამომწერებს. დაპაუზია ცოტა ხანი. თომას რაღაცა ცარიელზე არის ხლეტება? ეს უნდა ამოვიდეს. კარგი. აღარ ვატვალოთ. ამგობერესაც ხლეტია. კი ბატონო. და მაგასაც უკეთდება წინ საცოცხლური, ხო? კი ბატონო, ამასაც იგივენაირად ეხსნება ეს. ძალიან მოკლე არის. შენიერი. სინამდვილეში ეგ უფრო საპოლიციო და თავდაცვითი არ არის. კი ბატონო. ნუ აქეთ კიდე ესენიც გამოგვრჩა ალექსის ვინჩესტერები არის, ხუთგვიანები ესენიც დავათვალე. თუ ამაზეც არის ხოლმე ხშირად მოთხოვნა. აი, ბიუჯეტური ვერსია. ბიუჯეტური ვერსიები, ესე 950-850 ლარიანები არის. 51 სანტიმეტრიანი ლულები აქვს, ვინჩესტერების სისტემა არის. ვიზუალს შეხედავთ უკვე. 5 თვიანები არის ზოგადად. კი ბატონო. ოქსაცანის თვიმაში 9 თვიანები და დიდი არჩევანია საკმაოდ. გასაგებია. ხარ გადავინაცვლოთ სხვა სექციაში. კი ბატონო. ლიური იარაღები როსის წარმოების გამოვიღოთ სათითაოდ, რომელიც შეგვიძლია ვანახოთ მაყურებლებს. კალიბრი ვთქვათ და სიტუაცია. ეს კონკრეტული არის 45 კოლტი. არის 44-ები, 357 მაგნუმები, 45 კოლტი. ფასები ვთქვათ. ფასები 2680 იგებს ეს კონკრეტული. არის 3000. ეს რამდენი წვიანია? 7-იანი არის, 7-10 დაახლოებით და ლულის სიგრძეები სხვადასხვა და კიდის შესაბამისად სოქს ქსელი აქვს სოქს მოკლე. გასაგებია. ესე არის 44 მაგნუმი, 45 და კიდე რა კალიბრი ტვი? 357 არის კიდევ ამ ეტაპზე 357 მაგნუმი. საკმაოდ ლამაზი და დახერხილი. ეს გრძელულიანი რა კალიბრია? ახლა მიხარ. ძალიან ლამაზი თოფი ჩანს. იყო სექშავი გამოიხა.
ეს არის 38 სპეციალი. ნუ 357 იგი. ასე. მაგაშიც ალბათ 6-7 წალი წავა. ამაშიც იგივენაირად. კი ბატონო, ეს არის 74 სანტიმეტრიანი ლულა 3000 ლარი აქვს მას. ასე. ეს ისა ხო ფუტკრედი ლულები. და იგივენაირი არის ეს შავიც, შავფერშიც არის არქევანი. მოდი შავი დაადევი და ლამაზად გადავიხოთ. ძალიან მომწონა შავის კონდახი. და ტიპჟირიც ძალიან ლამაზი კაკლის ფერია. 2800 ლარი. კალიბრი 357 მაგნუმი. შიგნით ჩადის 6 თუ 7 წალი. ლულა ესეთი ქრომირებული აქვს. სამიზნე სისტემა აქვს, ჩვეულებრივი. იკატინის თამასა არა აქვს. რა თქმა უნდა მექანიკურია, გადატენვის გადატენვაც ვაჩვენოთ. კონკრეტულად აქვს არის ჩახმახიც აქვს, აქედანაც შეგიძლია. თუ გადატენვა ტყვის სამოტანა ხდება ეს. ზემოდან აქვს ჩამკეტგამღები სასხლებს. კეთილი. ამერიკული ტაურუსი. თუ როსი, ბრაზილიური. როსი. 1-2 სიტყვა აქეთ ტანსაცმელი, მოწყობილობა, ნავი. ნავი რა ფასიანი გაქვს? ნავი სამნახევარს. დიდი ნავია. უფრო კატერი, ალუმინის დაფარვა ქვევით. ო, იატაკი თხო. კი ბატონო. 25 აქვს ის. კი ბატონო, სააძლიერე კატერია ეს. იფიცა საკმაოდ. ეს ის არის კოლიბრს რო ეძახია? არა, ესა თურქულია ესეც, რომ ჩვენი შეკვეთითაა დამზადებული, აი ლოგოებს და ჩვენი შეკვეთითაა დამზადებული თურქეთში. კი ბატონო. კონკრეტული ფირმა არა. აქეთ უკვე სანადირო მოწყობილობებში, აი ახლა ვალინკებია, წყალგაუტარი ქურთუკები და რაღაც ეგეთები თუ გაქვს? კი ბატონო, არის არჩევანში ეს. საწვიმარი ეს რო ეძახია. საწვიმებიც ბევრი გვაქვს არჩევანში. ისევ არის ასევე 105 ლარი? 105 ლარი, 200 ლარი გააჩნია, სხვა ვიზუალისა უკვე ძალიან თბილებია ეს ზედაქვედა კომბინეზონები და ასე შემდეგ. 190 ლარად ძალიან მაგარი თურქული, ხო ეს? თურქული ნაწილი, კი ბატონო. ვალინკებია, აი რო იყვიან იღლიებამდე რო ჩასაცმელი. გარედან ბრეზენტი არის, შიგნიდან რეზინა აქვს ჩვეულებრივად. ესენიც ძალიან კარგები არის. აი ჩასაცმელებზე თქვითხარი. ესენი არის სამონადირო ჟილეტები 12 კალიბრის, სხვადასხვა არჩევანი, აქ კიდია ყველაფერი უკვე. თუ გახსნილათ რო შეახალოს. ასაგები. წება 60-65 ლარიდან სხვადასხვა ბიუჯეტის ესეთ საწვიმებიც არის კიდევ. ნუ ბევრი არჩევანია, ყველაფერს ნახავენ. ერთი წავით. აბატონო მონადირეს ფიტული. თავისი ქუდით. გაგრძელდა ვიდეო, რა თქმა უნდა, ტანსაცმელის ქუდების მოწყობილობების იქეთ არის ძალიან ბევრი ვაზნები. ვაზნებშიც დიდი არჩევანი გვაქვს საკმაოდ. გვაქვს BPS-ის თურქული ფირმა, გვაქვს ასევე Lambros ბერძნული ფირმა. ყველანაირი ნომრით, ყველანაირი გრამით. ხასები უნდა შევხედოთ აუცილებლად. ყველაფერს აწერია კიდევ. აი მაგალითად 34 გრამიანები რა ფასშია? 34 BPS-ში ლარი და 50 ღირს, Lambros-ში ლარი 70 ღირს. ორივე საკმაოდ კარგი ვაზნა, საკმაოდ კარგად მუშაობს. BPS-ის ჟაკნები, ხო, ეგრეთ წოდება. კი ბატონო, ჟაკნებიც 2.30-დან იწყება, სხვადასხვა გრამები აქვს უკვე და შედარებით ფასიც მე იმატებს. 28, 29, 34 გრამიანები არის. იხვის ვაზნები რა გვაქვს? 5, 6, 7. იხვის ვაზნებში გვაქვს BPS-იც 5, 6, 7 ნომრებში 34 გრამიანები, გვაქვს Lambros-ში 33, 34, 36 გრამიანები, ესენია Lambros-ები. ფასებზე რა სიტყვით? ფასები Lambro ოდნავ ზვირი, ახლა BPS-თან შედარებით ლარი 70-დან იწყება Lambro-ები. არის 2.10 უკვე 36-იანები, 2.30
ლავი 85. ყველანაირ ფასში შეგიძლიათ არჩიოთ ვაზი. აინტერესებს ჩემ გამომწერს 44 მაგნუმი რა ფასიანი არის? გაქვთ თქვენ? კი ბატონო, გვაქვს 44. 44 მაგნუმი ესეთი არის, აგერ 4.5 ლიტრის. 40 მაგნუმი? 40-იც გვაქვს კი ბატონო. ეს არის 44. ხო, 4 ლარი. 4 ლარი. დებარი 45-იც ნახოთ. 45 არა, მოვიდანარად, ოღონდ ეს არის კოლტი. ხსა 45 აუტო. ძირითადად პისტოლეტის. და ეს არის 40, ეს 3 ლარი ეს 40 მაგნუმი 3 ლარი. სამას რო ვინჩესტერის ვაზნების ფასებით ვთქვათ, 300 რო გვაქვს 180 გრეინიანი. ესეთი არის, ეს ხის უკვე ვალარი. კი ბატონო, 180 გრეინიანი. 30.06-ის ფასებით ვთქვათ, 30.06 იწყება 5 და 50-დან. 5 და 124, 150, 180 გრეინიანები არის, ფასებით შესაბამისად იზრდება ვალარამდე ადის ეს. ვთქვათ 22 ლერის ფასებით თქვენ ბევრი ვარიანტი ვარიანტი ბევრი არჩევანი გვაქვს რუსულებიც, გვაქვს ჩეხურებიც, გვაქვს ინგლისურებიც. მაგ 60-დან იწყება ჩეხურების ფასი, ეს LA ინგლისური ფირმა ძალიან კარგად მუშაობს. და ბევრი მაგის ფასი საიდან იწყება LA-ის? LA იწყება 80 თეთრით. 80 თეთრით. LA-ის ერთი კიდევ ხო 919 ლუგარი 919 ლუგერში გვაქვს თურქული ვერსია, ესეთი კონკრეტულად PPS-ის ჩვენებად მუშაობს ესეც. ბევრმა წაიღო და ძალიან ბევრი კმაყოფილია და გვაქვს კიდევ ჩეხური სელებელოტის ლარი და 80-ია გამისფას. კი ბატონო, მაკაროვის ტყვეებიც როგორც აინტერესებს, ბატონო, მაგასაც გაჩვენებთ. მაგის ფასიც ვთქვათ 19 მაკაროვი 19, 2 ლარის მაკაროვი. და თუ გაქვთ ესეთი კურსის ვაზნა 917. 917 ახალ 917 მგონი ამ ეტაპზე არ აქვს. და კი ბატონო, კი არის. არის 917 ხო? 917 ამერიკული ვერსია, კურსის ვაზნა ღირს 3 ლარი. ესეც სელებელოტის ჩეხური ფირმა არის. კი ბატონო. მოკლედ ამ მაღაზიაში შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ ჰატსანის პნევმატური ეგრეთ წოდებული თოფები. ბატონო, მაგაშიც დიდი არჩევანია. იწყება 290 ლარიდან. და დიდი არჩევანია მაგაშიც. ყველა ჰატსანის ფირმის არის. ნუ სიძლიერის მიხედვით ფასებით შესაბამისად აქვს. თქვენ ნაწილები და მომსახურება თუ გაქვთ ამ ყველაფერი გვაქვს კი ბატონო, ნაწილებიც ყველანაირად ხელი მიგუწდება, ნაწილი მაღაზიაშიც გვაქვს, ნაწილი ჩამოტანითაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არა პრობლემა, ყველაფერზე მიგუწდება ხელი. ამბობენ ეს ჰატსან 125-ო თუ 126-ო არის ძალიან ძლიერია და ძალიან ძლიერია კი ბატონო და ბევრი კითხულობს მაგასაც, ოპტიკა სხვადასხვა ფასიანები აქვს, რაც უფრო ძლიერს დააყენებ, მით უფრო დიდხანს მოგემსახურება, და დარტყმა ძალიან დიდი აქვს და ბევრი. რა თქმა უნდა, აქ არის სამონადირეო დანები და არის ცეცხლსასროლი იარაღები სხვადასხვა კალიბრის. მაგალითად, გლოკ 41-45 კალიბრზე არის აი ასეთი ფასში. ბატონო, აქაც არის საკმაოდ დიდი არჩევანი ამ ეტაპზე. ნუ კიდევ ველოდებით მაგის შევსებას. ჰეკლერი და კოხი. ჩემი საყვარელი პისტოლეტი. შტეიერი ერეტა 919-ზე. ერეტა 919-ზე 2500 ლარი? კი ბატონო. ო, რა გაიქვა? ერეტა ეს ტაურუსია ბრაზილიური. და ეს და ეს კონკრეტულად. ასეთი. ეს არის ეგრეთ წოდებული PCP იარაღი, ანუ გაზის ბალონით რო იწენებოდა. გაზის ბალონზე არის თავისი ნასოსიც. უყვება ჩვეულებად ნასოსსაკე 500 ლარიდის და ამ იარაღებს აკრევია უკვე თავის ფასები 1850 ლარიდან იწყება. გასაგებია. რა თქმა უნდა, საწმენდი მოწყობილობები ძალიან ბევრნაირი. სათევზაო მოწყობილობები, ზეთები ბევრნაირი, აი აგრესიული წმენდისთვისაც არის 2 სიტყვა შევეღოთ. ბიუჯეტურიც კარგი, გერმანულები გვაქვს ამ თვითონ ყველაზე კარგები, ბალისტოლის შანსაც კარგად უკლავდება. ფასი რა აქვს? 30 ლარი და 200 მგ. კი ბატონო.
ეს არის სათევზაო კუთხე, ეგრეთ წოდებული კოჭები, ეგრეთ წოდებული სატყუარები, სხვადასხვა ფირმის და ფერის და ზომის, ეგრეთ წოდებული იხვის ფიტულები, სატყუარები, ეგრეთ წოდებული. მუშა თუ არის ეს სატყუარები? კი ბატონო, მუშაა და ბევრი იყენებს. იყენებს, ხო, იყიდება. ბევრი კი ბატონო. მაგის ფასების ვთქვათ, ის დიდები 20 ლარი ღირს და აქეთ პატარები 17 ლარი. აქ არის ძალიან ბევრნაირი სათევზაო კოჭები და ჯოხები. როგორც სპინინგით, ისე სხვადასხვა თევზაობის სტილის. კარგი ვალენკები, ძალიან კარგი ხარისხის ობლერებიც იყიდება ამ მაღაზიაში. რა თქმა უნდა, ძუებიც. მე თვითონ მიყიდია, გამომიყენებია და მუშა. სხვა რა გითხრათ? მადლობა ყურადღებისთვის. მოგზადით, შეიძინეთ, ისიამოვნეთ, ინადირეთ, ითევზავეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ და ბედნიერ მომავალ ვიდეომდე.